აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს გიორგი ძიგუას მოусმინეს. მინისტრმა წარმოადგინა ინფორმაცია 2024 წლის 9 თვის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. ყურადღება გაამახვილა აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა სამართალშემოქმედება, ადამიანის უფლებათა დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია. გიორგი ძიგუამ ისაუბრა სამშვიდობო პოლიტიკასა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ ძირითად პროგრამებზე. სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს მინისტრის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა. წარმოადგინეთ 2024 წლის ანგარიში მოახსენეთ დეპუტატების გაწეული სამუშაოების შესახებ, მიმსჯელოთ სამომავლო გეგმებზე დავსახეთ ამოცანები. მინისტრის აპარატი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განხორციელდეს სამშვიდობო პოლიტიკა, სამოქალაქო ინტეგრაცია განხორციელდეს და ასევე, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობთ სამართალშემოქმედებას, რომელიც წაადგება აფხაზეთიდან მოსახლეობას. მოხსენება იყო შესანიშნავი, შენიშვნები იყო საქმიანი, ძალიან საინტერესო. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ შენიშვნებზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს. ეს რა თქმა უნდა, ეს შენიშვნები ყველა ამ უწყების გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ ვალდებული ვართ, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, ჩვენ შესაბამის უწყებებთან, ცენტრალურ უწყებებთან ვიმუშაოთ, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს.